მოგესალმებით დები მონტენეგროდან, თქვენთან არის Sisters Travel და დღეს გაგიზიარებთ ჩვენს გასვლით ტურს ამ ულამაზეს ქვეყანაში. მოგზაურობა დავიწყეთ თურქეთის ავიახაზებით მონტენეგროს დედაქალაქის პოდგორიცას მიმართულებით. ზემოდან იშლება ულამაზესი ხედის კადარის ტბაზე, რომელიც ორ ქვეყანას, მონტენეგროსა და ალბანეთს შორის არის გადანაწილებული. პოდგორიციდან ტრანსფერით გავემართეთ ჩვენი სასტუმროსკენ, რომელიც მდებარეობს სვეტი-სტეფანზე. სულ რაღაც 1 საათში უკვე სასტუმროში ვიყავით და ჩვენი სასტუმროს ნომრიდან იშლებოდა ულამაზესი ხედი ადრიატიკის ზღვაზე. ტურის ფარგლებში ვესტუმრეთ ერთ-ერთ გამორჩეულ რესტორანს ვისტა ვიდიკოვას, რომელიც გადაჰყურებს ხუდვას და მიმდებარე სანაპიროებს. მონტენეგროში კვების კულტურა თავად არის სიამოვნება. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ რესტორანში, არამედ თითქმის ყველგან დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზღვის პროდუქტები. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ფასები სრულიად გონივრულია. იშვიათად შეგხვდებათ ადგილი, სადაც ასეთი ხარისხის მიღება ასეთ მისაღებ ფასად არის შესაძლებელი. შემდეგი გაჩერება იყო ბუდვასველი ქალაქი, მონტენეგროს ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესოდ შემონახული ისტორია. ვიწრო ქვის ქუჩები, პატარა მოედნები, ისტორიული ტაძრები, აქ თითოეული კუთხე გიყვება საუკუნეების წინანდელ ისტორიას. მონტენეგროში მართლმადიდებლობა ფართოდ გავრცელებულია და სწორედ ამიტომ შეგხვდებათ უამრავი მართლმადიდებლური ტაძარი. ახლა კი ჩემი ფავორიტი მიმართულება კოტორი და პერასტი. ბუდვადან კოტორამდე სულ რაღაც 22 კილომეტრია. ძველი ქალაქი კოტორი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. აქ ყველგან იგრძნობა ისტორია, ზღვის სიგიჟე და კლდეების სიმტკიცე. კოტორში დავიქირავეთ კატერი და გავემართეთ პერასტის მიმართულებით. გზად გავჩერდით მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას, ხელოვნურ კუნძულზე აშენებულ ეკლესიასთან, რომელსაც ეწოდება Our Lady of the Rocks. ქალი კლდეზე. ლეგენდის თანახმად მეთევზებმა კლდეზე ღვთისმშობლის ხატი იპოვეს, რის შემდეგაც კუნძულის აგება დაიწყეს. დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და შთამბეჭდავი ადგილია კოტორის ყურეში. და აი ისიც პერასტი, 7 რომანტიკული ქვის არქიტექტურით გაწყობილი პატარა ქალაქი. იდეალურია მათთვის, ვისაც ხმაურიანი კურორტებისგან მოშორებით წყნარი დასვენება სურს. და ბოლოს ისევ ჩემი ხედი აივიდან, რომელიც ულამაზესია და არ მომბეზრდა ყურება. დასანანია, რომ ამ კუნძულზე არსებული სასტუმრო, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, დაიკეტა კოვიდის დროს და მას მერე არც გახსნილა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, უთანხმოებაა კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის. გისურვებთ უამრავ ლამაზ და საინტერესო ადგილის მონახულებას. მოხარული ვიქნებით თუ ამ თავგადასავალში Sisters Travel თქვენი სანდო, ზრუნველი და გულითადი მეგზური იქნება. დატოვე კვალი მსოფლიოში Sisters Travel-თან ერთად.